თქვენ ახლა რუსთავის ციხიდან ხედავთ კადრებს, ეს არის ის ავტომობილები შკოდის მარკის, რომლითაც მამუკა ხაზარაძე და ბადრი ჯაფარიძე მოიყვანეს რუსთავის ციხეში და სწორედ ამ წუთებში მიმდინარეობს მათი შესახლება პენიტენციურ დაწესებულებაში. თქვენ ახლა ხედავთ ბადრი ჯაფარიძეს, ლელოს ლიდერს, რომელიც მოიყვანეს წერეთლის პოლიციის განყოფილებიდან და სწორედ ამ წუთებში მას უკვე ოფიციალურად შეასახლებენ რუსთავის ციხეში, უკვე შეიყვანეს მამუკა ხაზარაძე. ისინი აქ გადმოიყვანეს წერეთლის განყოფილებიდან, აქ ხედავთ ასევე მის თანაგუნდელებს, მხარდამჭერებს, იურისტებს, რომლებიც მოვიდნენ აქ იმისთვის, რომ მხარდაჭერა გამოეცხადებინათ შესახლების დროს ოპოზიციონერი პოლიტიკოსებისთვის. ბადრი ჯაფარიძეს და მამუკა ხაზარაძეს ხელბორკილები რამდენიმე საათის წინ მოსამართლე ზვიად ჩარაძის გადაწყვეტილების საფუძველზე დაადეს, მათ წულუკიანის კომისიაზე არ გამოცხადებას ედავებიან. არჩილ ჭავჭანიძე არის ჩვენთან ერთად ახლა უფლებადამცველი. არჩილ, ჩვენ მოვისმინეთ დასაბუთება და ასევე არგუმენტები, რომ ეს არის პოლიტიკური დევნა. რა დევს საქმეში, რა მტკიცებულებების საფუძველზე დაადეს ხელბორკილები? ვიცით, რომ ბადრი ჯაფარიძის საქმეში წერილიც კი არ დევს დოკუმენტი, რითაც დასტურდება, რომ მან შეტყობინება რეალურად მიიღო და რა გითხრათ დღეს სისტემამ ამ გადაწყვეტილებით? ამ გადაწყვეტილებას არავითარი სამართლებრივი დასაბუთება არ ქონია. მოსამართლე მიიღო უკანონო გადაწყვეტილება, რომელიც კონსტიტუციის დარღვევით არის გამოტანილი, ვინაიდან მითითებულია კონსტიტუციაში, რომ გამომტყუნებელი განაჩენი არ შეიძლება საფუძვლად დაედოს ვარაუდები. ამ საქმეში რაც არის, ყველაფერი არის ვარაუდი, არანაირი მტკიცებულება პროკურატურის მხარეს არ წარმოუდგენია, რომ 359 მუხლით გათვალისწინებული მოქმედება ჩაიდინა ბადრი ჯაფარიძემ და მამუკა ხაზარაძემ. ძალიან მნიშვნელოვანი არის ის, რომ მუხლით ედავებოდნენ კომისიის კანონიერი გადაწყვეტილების შეუსრულებლობას და აღნიშნული გადაწყვეტილება საქმეში არ დევს. ეს დაადასტურა თვითონ პროკურატურამ, ეს დაადასტურა მოსამართლემ, ვისაც საქმეს იხილავდა, თვითონ ზვიად ჩარაძემ თქვა, რომ გადაწყვეტილება არ არსებობსო საქმეშიო და ამასთან დაკავშირებით რატომ უნდა დავკითხო კომისიის წევრებიო. მოსამართლემ არ ჩათვალა საჭიროდ, რომ ობიექტურად გამოეკურია საქმის გარემოებები, მოიყვანა ის ადამიანები და საერთოდ დაედგინა, საერთოდ იყო თუ არა შეკრებას მათ შეხვედრას, ქონა თუ არა ადგილი, თუნდაც არასამუშაო ფორმატში, როდესაც ამბობდა პროკურატურა, რომ ეს ადამიანები შეიკრიბნენ ვითომ სამუშაო ფორმატის გარეთ და ისე მიიღეს გადაწყვეტილება. ესეც კი არ არის დადასტურებული. საერთოდ არის თუ არა ავთენტური წულუკიანის ხელმოწერა, ესეც არ არის საქმეში დადასტურებული და ესეც არ არის თვითონ წულუკიანის მიერ დადასტურებული, იმიტომ რომ მისი მოწმე დაკითხვის შესაძლებლობა დაცვის მხარეს მოესპო. ჩვენ უთანასწორო პირობებში ჩაგვაყენეს დაცვის მხარე და შეჯიბრდობის პრინციპი ჩვენ მიმართებაში დაირღვა. ამიტომ ეს გადაწყვეტილება არის უსამართლო და უკანონო და ეს არის პოლიტიკური დევნა, რომელიც სამწუხაროდ დღეს მოსამართლემ თავის გადაწყვეტილებით გააფორმა. არჩილ, სულ რამდენიმე წამის წინ შეასახლეს პოლიტიკოსები რუსთავის ციხეში. ახლა რამდენად გექნებათ იმის შესაძლებლობა, რომ მათთან შეხვიდეთ, გაეცნოთ ვითარებას დაკავების შემდეგ ხომ არ ქონია მათი უფლებების დარღვევას ადგილი, ვიცით რომ წერეთლის განყოფილებაში იყვნენ. მოგეცემათ ამის შესაძლებლობა ადგილზე გაეცნოთ? წერეთლის განყოფილებაში უშუალოდ ვესწრებოდით ადვოკატები ადგილზე დაკავების ოქროს შევსებას. ამასთან დაკავშირებით უნდა გითხრათ, რომ არანაირ აღმეთ წინააღმდეგობას ამ ფიზიკურ დაპირისპირებას კონკრეტულად წერეთლის განყოფილებაში არ ქონია, ასევე თვითონ ბრალდებული მას დაადასტურეს ეს. რაც შეეხება ჩვენს მომდევნო ვიზიტებს, რა თქმა უნდა, საშუალების დაწესებულებაში იქნება შეუზღუდავი და არავის არ აქვს უფლება, რომ ეს შეგვიზღუდონ და იმედია, რომ ეს დაცვის მხარეს არ შეეზღუდება მათი მონახულება. რაც შეეხება სამართლებრივ გზებს, რა თქმა უნდა, ჩვენ აღნიშნულ გადაწყვეტილებას, უკანონო გადაწყვეტილებას გავასაჩივროთ როგორც ეროვნულ ზემდგომ ინსტანციებში, სასამართლოებში, სააპელაციოში და უზენაეში და ასევე სტრასბურგის სასამართლოსაც მიმართავთ აუცილებლად. რაც შეეხება ბრალდებულების და უკვე ჯარდებულების მონახულებას, ჩვენ ხვალიდან, იმიტომ რომ დღეს ფიზიკურად სამუშაო საათები დასრულებულია და დაცვის არ გვაქვს შესაძლებლობა, რომ შევიდეთ შიგნით ამ წუთებში, მაგრამ ხვალიდან ჩვენ რა თქმა უნდა მოვახდენთ მათ მონახულებას. კი ბატონო, ძალიან დიდი მადლობა. რუსთავის ციხესთან ეტაპობრივად იკრიბებიან ძლიერი საქართველოს წევრები, პოლიტიკოსები, სამოქალაქო აქტივისტები, იურისტები, ასეთი არის ადგილზე ახლა ვითარება. მამუკა ხაზარაძე და ბადრი ჯაფარიძე რუსთავის ციხეში სულ რამდენიმე წამის წინ შეასახლეს. მათ დღეს მოსამართლე ზვიად შარაძის გადაწყვეტილების საფუძველზე 8 თვიანი პატიმრობა მიესაჯათ.